ინაგანი იმ რაღაცის იმიტომ რომ თქვენ იმ მდგომარეობით საიდანაც დაიწყეთ ეს ყველაფერი თქვენ ვერ იგებდით ვინ იყავით და რანაირი იყავით ეს ყველაფერი დაიწყო იმიტომ რომ ცნობიერებამ ვერ გააცნობიერა თავის თავი და რეალურად თქვენ თავს ჩაუწყოთ ეგეთი რაღაცა რომ მოდი ახლა მე დავიბადები და მე მექნება კუჭი და ამ კუჭს დღეში 3 ჯერ მოუნდება რომ ჭამოს და იმისათვის რომ მე ვჭამო მე დამჭირდება ფული და იმისათვის რომ მე მქონდეს ფული მე დამჭირდება რომ გავყიდო რაღაცა და იმისათვის რომ მე რაღაცა გავყიდო მე რაღაცა უნდა შევქმნა არ ვიცი პროდუქტი არ ვიცი სერვისი მე უნდა სხვას გამოვადგე აი ესეთი ტოპოლოგიაში ჩავიგდებ ჩემს თავს რატო იმიტომ რომ ეს კუჭი არ იყოს მაშინ მე უბრალოდ ქვასავით ვიდებოდი სადღაც და უბრალოდ ვიქნებოდი მაგრამ მე ვაძალებ ჩემს თავს იმას რომ მე ვეხახუნო სხვას და ამ ხახუნში შევქმნა რაღაცა რომ მე შენ გამოგადგები მე შენ გაპოვნინებ შენ თავს და შენ მე მაპოვნინე შენ ჭია მაპოვნინე მე შენ დედას გაპოვნინებ აი ეს თემა არის ხვდებით და ეს ტოპოლოგია იმ ცნობიერებამ ბოდიში და გაუჩალიჩა თავის თავს უბრალოდ თქვენ ამ გაჩალიჩებული ტოპოლოგიის ერთ-ერთი მხარე ხართ რომელსაც დავიწყებული აქვს მეორე ნაწილი და ამბობთ რომ აუ რავი რაღაცა უბედურებაში ვარ და მე ხა ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ პური ჭამო რა თორე ისე საერთოდ ეხა რომ ბევრი ფული რომ მქონდეს ვიждდებოდი ეხა და კარგად ვიქნებოდი წყნარად რა მაგრამ რეალურად არის ერთი რაღაცა რომელსაც თქვენ ვერ გააჩერებთ ეგ არის შემეცნება მაშინ გამოდის რომ გამოსავალი არის ერთადერთი რასაც ვაკეთებ იმიტომ რომ ვჭამო ის უნდა ვაკეთო ცნობიერად ოკეი ანუ გამოდის რომ მე ჩემს ქმედებაში ამ რაღაცა ფულის გამო კი არ უნდა ვაკეთო და რაღაცა კაი ცხოვრების გამო კი არ უნდა ვაკეთო უმეოდ, არამედ მეთი უნდა ვაკეთო. იმიტომ რომ როგორც კი მე იმას გარე რაღაცას არ გავაკეთებ, მე მშიერი დავრჩები. ხო? ხა ყვები იმას რა ქვია, კარმა იოგა არის ესეთი ინდური ამბავი, რომ ესე არ იმოქმედებ, მშიერი დარჩები. იმოქმედებ, შანსი გაქვს რომ ესე იგი გაითქვიფო გარეთ და შემეცნებითი ნაწილი არ კონდეს. აბა რა ვქნა? ორივე უნდა აკეთო ერთდროულად. ანუ ცნობიერად უნდა აკეთო. კარმა იოგა რო წავიკითხები როდ, მაშინ ძალიან განათდა ჩემ ტვინში რა ეგ და მაშინ პირველი ძვრა მოხდა რომ აი რასაც ვაკეთე მე სხვა სფეროში მოვაწევ, საერთოდ ჟურნალისტიც არ ვარ პროფესიით და კამერასთან პირველად დავჯექი 1 წლის წინ, მაგრამ მქონდა რომ და ეს საქმე რო დავიწყე, მაშინ დაკავშირდა ეგ ყველაფერი რომ ჯერ დაკავშირდა ის რომ დავიწყე რაღაცის კეთება ისე რომ ამონაგებს არ ველოდებოდი იქიდან რა მექნებოდა. მიხთვით რას აი პოდკასტი რავი, იქ მე ფულს ვიშოვიდი, მაყურებელს მოვეწონებდი, საბსკრაიბერი მეყურებოდა თუ რაღაცა საერთოდ არაფერი მექნება, უბრალოდ მინდოდა საუბარი ადამიანებთან ასეთ თემებზე და დავიწყე პოდკასტის კეთება, იმიტომ რომ სხვა შანსი არ მქონდა რომ ამერიკა ხა თქვენი და ყავას დაკვედილოთ, მოდით მე ლაპარაკეთო, არ მოხვიდოდა თქვენთან. ხო ხტები. ხო და აი მაგან ძალიან დაალაგა ჩემთვის კარმა იოგის ცნებამ აი მანდ მოხდა ზუსტად შემეცნების აქტი რომ წავიკითხე და მე ჩემი ცხოვრებით გავატარე ყველაფერი რა კარმა იოგას მთელი ვიტამინი არის იმაში რომ საბოლოო ჯამში გადიხართ წერტილზე რომ შრომობთ და არიღლებით ზუსტად სულ მაგას ვიძახი 24 საათი ვაკეთებ პოდკასტს მართლა 24 საათი არ ვიტყუები ნუ რა მომენტიც მძინავს 24 საათი არ გამოდი ერთი წამით არ უგზნობ დაღლას და აი სამოგზაურო ადრე თუ იყო რომ სამსახურში შვებულებას ვინმე მწერდა საქმეზე და ნერვები მეგლიჩებოდა და ეხლა არის რომ მოდით კიდე გავაკეთოთ აბა რა დღეში 2 ერთ მოგვინდა ხო და მეორე რაც არის რომ თუ კი ადრე ამას აკეთებდი იმიტომ რომ მე წასულიყავი დაგესვენა ეხლა ამბობ რომ ადებილობა რას ირავს დამესვენა და მაგრამ 7 საათამდე სხვა ცხოვრებით ვიცხოვრო მე სხვა ცხოვრებით თუ ძმახარ ჩემთვის არის ეს და მე ამითი ვისვენებ ამითი ვიღლები და რა სასიამოვნოდ ვიღლები და რომ წავიდე დასასვენებლად იქაც ამაზე ვიფიქრებ იმიტომ რომ ეს არის ჩემი ჰაერი ეს არის ჩემი ზუსტად ეხლა მივიდივარ და სადაც შენი გულია ეგ შენი საუნჯიარიო ხო კი ეხლა მივიდივარ ინდოეთში ვიპასანაზე და ხო და იქაც ხო არ მექნება არაფერი ეს მოწყობილი იქ ვის გადავაბარო ხა სწორად იქ რო ვერ შევალ მე რაღაცას რო ვერ ვნახო ეს მაგ მაინც რომ ეს შემდეგ კითხვა რაც მაგ არის ესეთი ახლა რაც გამიშდა რომ ვკვდებით რა ხდება სადმე ის ცნობიერება მე არა ვარ ის ადამიანი ეგ რო უნდა მკითხოთ რა ვიცი მე რა ჯანდაბა ხდება რომელი ნათელმხილველი მე ვარ ეხა წინა ცხოვრებები გავიხსენო და ის გავიხსენო სანამ დავიბადებოდი სად ვიყავი ან როცა მოვკვდი როცა და ისიც თუ მოვკვდი სად ვიყავი არ ვიცი მე მაგაზე პასუხისგამცემი ადამიანი არა ვარ მაგრამ მე ჩემ თავს ვეკითხები ასეთნაირად ბიჭო დაანები ამ ციკლს თავი და როგ დაგეძინა სად იყავი
და მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, ბიჭო, რაღაცები მესიზრებოდა, რაღაცები იმ რაღაცა სიზმრებშიდაც ისიც ვერ გამრკვევია, მე მოვისურვე რომ ესე დამსიზმრებოდა თუ თავისთავად დამესიზრა, რაღაცა სიმბოლოები არის, მეხსიერებიდან ამომეყარა ეს ყველაფერი თუ ამ ყველაფრის მიღმა კიდე რაღაცა საზრესი არის. ფაქტია, რომ ვიღვიძებ, მე მიკვირს რაღაცა წამნახევარი მიკვირს, რომ ლოგინში ვარ, ხო? იმიტომ რომ როგორ შეიძლება ამხელა ესე იგი ნახტომი იყოს, ჩვენ ამითი დავიწყეთ ეს მომენტი, რომ იმდენად ცხადად შეიძლება განიცადოს სიზმარი, რომ მე 3 დღე დაგჭირდეს იმის აზზე მოსვლაზე, რომ ის იყოს სიზმარი და არა რეალობა. და ეს მეტნაკლებად ჩვენ მოგსწრია, ხო? ამიტომ დაანებე მაგაზე თავი, რომ რომელი არის რეალობა. იქ სადაც ხარ, იქ რა არის, რასაც ნამდვილად აღწერ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფერსედაც ფარ დაეხტება და მიხვდები რომ ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო. და მაგაზე ნუ დარდობ რომ ეს ყველაფერი თავიდანვე შეგიძლია რომ განეწყო, მაგრამ რომ კი ეს ყველაფერი არის სპექტაკლად ჩაწყობილი. უარესეც ჩემივე ჩაწყობილი არის. ეხლა მითხარი მე რა ხდება? ხო, ამიტომ კითხვა იმაში კი არ არის რომ რა ხდება მაშინ როცა მოვკვდები. არა, კითხვა იმაში ხდება რომ ეხლა რო ვარ, ცნობიერი ვარ. მეტი არაფერი. ხო. კი ბატონო. ეხლა თავი ცოტა პატარა ბლიც კითხებს მარტივად. აი, თქვენი აზრით, თქვენი სოფხედელობით ცხოვრებაზე. მე ხვდები ალბათ ეს კითხვაც აღარ უნდა დავსვა, იმიტომ რომ ცხოვრების აზრი რა არის თქო? და ცხოვრების აზრი არის ეს გავიგეს შემეცნების მომენტი ალბათ, ხო, თქვენთვის. მე გავეცი პასუხი თქვენ კითხოს. მე მქონდა ეგეთი რაღაცა კითხვა, მაგრამ აი არ ვიცი, მაინც კითხავთ. და რა მოხდება თუ ყველაფერს დავინახავთ? დავინახავთ იმ რეალობას, რაც რეალურად არის. როგორ იქნება ცხოვრება და რა არის ეგ? გაგიღიმებათ და კურცხალე გადმოგივარდებათ. ხო, ანუ ხანდახან მიფიქრე, რომ შეიძლება ზუსტად რომ ძალიან არასასიამოვნოა, იმიტომ რომ სრული სიბნელეა, იმიტომ რომ